სტალინის გამზირი ბერლინში, რომელიც აღარ არსებობს, დღეს კარლ მარქსის გამზირი. ფართო ტროტუარები, მონუმენტური შენობები, კაფეები, ველობილიკები. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოდესღაც ეს იყო სტალინის გამზირი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ბერლინის ხელისუფლებამ ქალაქის მთავარ მშენებარებულ ვარს სტალინის სახელი დაარქვა. ეს უნდა ყოფილიყო ახალი სოციალისტური სახელმწიფოს სახე. ფართო ქუჩები, გრანდიოზული საცხოვრებელი სახლები, არქიტექტურა, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, როგორი იყო იდეალური მომავალი. მაგრამ ისტორიას ხშირად საკუთარი ირონია აქვს. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. იმავე წლის 16 ივნისს სწორედ ამ გამზირზე მომუშავე მშენებლები გაიფიცნენ. თავიდან ისინი მხოლოდ შრომის ნორმების შემცირებას ითხოვდნენ. მეორე დღეს კი პროტესტი მთელ აღმოსავლეთ გერმანიას მოედო. ქალაქში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. აჯანყება საბჭოთა ტანკებმა ჩაახშეს. რამდენიმე წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში სტალინის პიროვნების კულტის გადახედვა დაიწყო. 1961 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ ბერლინში ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა. ქუჩისაბრები მოხსნეს, სტალინის ძეგლი ფარულად დაშალეს, მისი ბრინჯაო გადაადნეს, ხოლო სტალინის გამზირს კარლ მარქსის გამზირი უწოდეს. დღეს ამ გამზირზე სეირნობისას შეიძლება ვერც კი იფიქრო, რამდენი ისტორია ახსოვს ამ ქუჩას. ალბათ ამიტომაც იქცა ის კინოს ნაწილადაც. სწორედ აქ გადაიღეს ფილმის სხვების ცხოვრება რამდენიმე სცენა. ფილმისა, რომელიც გვიყვება იმაზე, როგორ ცვლის შიში ადამიანებს და როგორ შეუძლია სინდის ყველაზე დახურულ სისტემაშიც კი გაიღვიძოს. ქუჩისთვის სახელის შეცვლა შეიძლება ერთ ღამეში. ძეგლის აღებაც შეიძლება, მაგრამ ისტორიის გადააზრებას ბევრად მეტი დრო სჭირდება. ამიტომაც თქვა 85 წელს გერმანიის პრეზიდენტმა ვაიცეკერმა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ ყოველგვარი შელამაზებისა და დამახინჯების გარეშე.